არასწორი იყო ბატონი კალაძის განცხადება, როცა მან მთლიანად ჩამოიხსნა ეს პასუხისმგებლობა. მათ შორის, როდესაც მერია ლაპარაკობს ქირის პროგრამაზე, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქირა, რომელიც როგორც დროებითი მექანიზმი, ხო, უსახკაროებასთან გამკლავების, იყოს ადეკვატური, სამართლიანი და მდგრადი. მოქალაქეები სწორედ ამას ჩივია, რომ ძალიან ხშირად ქირის თანხა არ არის საკმარისი ბინების დასაქირავებლად და ის ძალიან ხანმოკლეა და მალევე მათ ისევ სამართლებრივ განუსაზღვრელობაში აგდებს. ამავდროულად ჩვენ მოვიკვლიეთ ადგილზე სიტუაცია და ჩანს, რომ ადგილზე არის არაერთი ოჯახი, რომელიც უსახკაროა, თუმცა ამ დრომდე მათ ეს სტატუსი მერის მხრიდან არ აქვს მინიჭებული და შესაბამისად არც სათანადო ზომებს იღებენ, რომ მათი საცხოვრისის პრობლემები გადაწყვიტონ. ამიტომაც ნამდვილად მოწოდება ჩვენი რომ თბილისის მერიამ საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს ამ შემთხვევაში, მაგრამ ბუნებრივია, რომ მერის მიღმა აქ შემოდის სხვა უწყებების პასუხისმგებლობა, მათ შორის მთავრობის, რომელსაც უსახკაროებასთან გამკლავების პოლიტიკა საერთოდ არ